პატარებს როგორ უნდა ვასწავლოთ, რომ პატიება და სიკეთე აუცილებელია. ვეუბნები, რომ თუ სიკეთეს გააკეთებ, კარგად მოიქცევი, უფალი საჩუქრებს გამოგიგზავნის მეთქი. რამდენად სწორი მიდგომა 4 წლის ბავშვთან. რაღაცა მომენტში შეიძლება სწორიც იყოს. ამას თავის საფეხურები აქვს. მაგრამ საბოლოო ჯამში რომ მარტო იმის და პატიობდეს რომ საჩუქრებს გაუგზავნიან, ეს ბოლომდე არ იქნება. თუმცა რაღაცა ეტაპზე შეიძლება ეს სადღაც გამოდგეს. ანუ ნახეთ როგორი ამბავი. რწმენის საფეხურები. სადღაც ჩვენ შეიძლება უფალი ჩვენ ესე გვეუბნება. თუ არ აპატიებ, მაშინ შენც არ გეპატიება. თუ აპატიებ, შენც გეპატიება. თუ რაღაც ცოდვას ჩაიდენ, შეიძლება შენც რაღაცა დაგემართოს, ესეთი, გაშინდეს. და თუ სიკეთეს ჩაიდენ, შეიძლება შენს სიკეთე მოგივიდეს. მაგრამ ეს საფეხურებია და საბოლოო ჯამში იქამდე უნდა მივიდეს ადამიანი. სიკეთეს აკეთებდეს არა იმის შიშით, რომ მე ცუდი რამე არ მომივიდეს, ან იმის იმედად, რომ მე კარგი მომივიდეს, არამედ ამ სიკეთის სიყვარულის გამო. თავად ეს სიკეთეა კარგი და ამიტომ აკეთებ. არც რაღაცის შიშით, არც რაღაცა მოტივაციით, რომ მე ამის სანაცვლოდ რაღაცა მომივა, არამედ იმიტომ, რომ ეს თავად ეს არის კარგი. ეს საბოლოო ჯამში ალბათ აქამდე უნდა მივიდეს.